რატომ არის აუცილებელი და სასურველი სიარული ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქრის მკურნალობის დროს? ხერხემლის განსაკუთრებულად მალთაშუა დისკების სიარულის დროს იკვებება მექანიკური, ანუ ტუმბოს პრინციპით, ასევე დიფუზიის გზითაც. როგორ ხდება ეს? როდესაც დავდივართ აორტის კალიდან, სისხლის ნაკადი მიედინება მალებში, მალებიდან უკვე საკვები ნივთიერებები დიფუზიის გზით გადადის მალთაშორის დისკში. ეხლა აღიწერთ მექანიზმს. ნაბიჯის დროს დისკზე ზეწოლა იზრდება, დასვენების ფაზაში ზეწოლა მცირდება. ეს ქმნის წნევის ციკლურ ცვალებადობას, რაც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას მალთაშუა დისკში. მეორე მექანიზმი მალთაშორისი დისკის კვებისა არის ღრუბლის ეფექტი. კერძოდ, დატვირთვისას ზედმეტი სითხე და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები გამოიდევნება დისკიდან. განტვირთვისას ახალი სითხე ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით დატვირთული შედის ისევ დიფუზიის გზით, კერძოდ მალიდან მალთაშორის დისკში და ამ დროს იკვებება ჩვენი მალთაშორისი დისკი. ხოლო ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს, როდესაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკი, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ დროს მოხდეს მალთაშორისი დისკის სრულფასოვანი კვება. და ზუსტად ამ დროს სიარული გვეხმარება ჩვენ, რომ დროულად მოხდეს რეგენერაციის პროცესი დაზიანებული მალთაშორისი დისკისა.